სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში C ჰეპატიტის პრევენციის მიზნით სპეციალური პროგრამა შემუშავდა. პაციენტთა რიცხვის დადგენის შემდეგ ცნობილი გახდება რა კრიტერიუმებით შეირჩევიან მსჯავრდებულები, რომლებიც მკურნალობას დაიწყებენ. ამასთანავე პროექტის განხორციელება ითვალისწინებს მკურნალობისთვის საჭირო ფინანსური საკითხების მოგვარებას. სპეციალური პროგრამა ფონდმა ღია საზოგადოება საქართველო, აგრეთვე სასჯელ აღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა წარადგინეს. პროგრამა უზრუნველყოფს მომავალში ათასობით მსჯავრდებულის დაცვას ინფიცირებისგან, უზრუნველყოფს ასეულობით რამდენიმე ასეული მსჯავრდებულის მკურნალობას წლის განმავლობაში და აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს, რომ ამ პროგრამის დაწყებას სასჯელ აღსრულების სისტემაში მოხვეს სამოქალაქო სექტორშიც C ჰეპატიტის მკურნალობის კურსზე ფასების მნიშვნელოვანი კლება. საბოლოო შეთანხმებისთვის და საბოლოო პროექტის შესათანხმებლად ჩვენ წინასწარი გათვლები გვაქვს დასასრულებელი. აგვისტოს ბოლოს სამინისტრო უკვე დადებს სამწლიან პროგრამას, რომელიც 2014 წლის იანვრიდან იქნება დაწყებული და შესაბამისად ჩვენ უკვე გვეცოდინება კონკრეტული პროგნოზული გათვლები თუ რა ღირებულებაზე იქნება საუბარი. საკმაოდ დიდი დაბრკოლება ამ შემთხვევაში არის მედიკამენტების ფასები და ამჟამად სახელმწიფოს აქტიური ჩარევით მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ ფასების დაწევაზე და იმაზე რომ პრეპარატი გაიაფთეს არა მარტო სასჯელ აღსრულების ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის, არამედ ზოგადი მოსახლეობისთვისაც.